ვინც სათნოებებში ტანჯვის გარეშე მყოფობს, გავიმეორე, მას სიამაყის კარები აქვს გახსნილი. შეურაცხყოფათა გარეშე გონებას არ ძალუც თავდაბლობაში განსწავლა. იმიტომ რომ თავდაბლობა უნდა საქმეში გამოვლინდეს და ნახეთ, აი მაგალითად თუ მოსათმენი არაფერი გაქვს ცხოვრებაში, მოთმინებას ვერ ისწავლე. თუ არ დაგამცირეს, თავდაბლობას ვერ ისწავლე. ამას კი თავის მიზეზები აქვს, რატო ხდება ესე. ხოლო დაბალცნობიერების გარეშე, დაბალცნობიერი არის, ვინც ვისი ცნობიერებაც თავდაბლობის წყაროა. თავდაბლობა ქმედება, დაბალცნობიერება მდგომარეობაა. დაბალცნობიერების გარეშე წმინდა ლოცვას ვერ შეძლებს ღვთის წინაშე, იმიტომ რომ დაბალცნობიერს აქვს სწორი აღქმა საკუთარი თავისა, რომ ის საჭიროებს მხსნელს. თუ ადამიანი დაბალცნობიერი არ არის, სიამაყე მას არ აძლევს საშუალებას საკუთარი თავის უბადრუკობა დაინახოს. ადამიანს არის ორი დიაპაზონი აქვს. ადამიანი ღმერთის გარეშე სრული უბადრუკობაა, სრული, ქვაზე უარესია, მაგრამ ღმერთთან ერთად ისეთ სიმაღლეზე ადის, რომელსაც გონებით ვერ წდება. ანუ საშუალო სტატისტიკური ადამიანი ვერც თავის უბადრუკობას წდება, ღმერთის გარეშე რა კატასტროფაა ადამიანი. მაგრამ ამავე დროს ასეთი ადამიანი ვერც იმ სიდიადეს წდება, რაც მას ელოდება თუ ღმერთთან ერთად იქნება. და რატომ ჭირდება ადამიანს განსასწრელი, რომ ქრისტეს დარი თავდაბლობა შეიძინოს და ქრისტეს დაემსგავსოს? იმიტომ რომ ღმერთისგან მოცემული ნიჭები, ხშირად გვამბობთ ამას, მოაზროვნეობა და თვითუფლებრიობა, ანუ ის რომ თავისუფალია და ის რომ გონიერია, ეს ნიჭები ისეთი ძლიერი ნიჭებია, ის ცხოველს არ აქვს. ის მარტო ეს ღვთაებრივი თვისებებია, ღვთაებრივი უნარებია. და აქვს ჩვენნაირ ცოდვით და ფიზიკურად და ყველანაირად დაუძლურებულ ადამიანს. მაგრამ ეს ორი ნიჭი გვაქვს. ეს ნიჭები ისეთია, რომ აი ამ სამყაროს არტახებს გლეჩს, თავისუფლება და გონიერება არ ეტევა ამ სამყაროში. და მაქვს მე, რომელიც მოღალატე ვარ ღმერთისა დაბადებიდანვე, იმიტომ რომ ადამიანის გენეტიკური მემკვიდრე ვარ. და ამიტომ მე რომ მაქვს ეს თვისებები, ეს მე სრულ განწყობას მაძლევს იმისა, რომ თითქოს მე ვარ სამყაროს ცენტრი და ღმერთი და ესეც ერება ინტელექტუალური განსაცვიფრებელი აპარატი. ნახე, ადამიანი რეებს ქმნის, ისეთ რაღაცას ქმნის, რომ ლამის არის, ესე იგი მეორე ტვინი შექმნას, ხო, ხელოვნური ინტელექტი რასაც ქვია. საოცრებებს აკეთებს და პლუს აბსოლუტურად დარწმუნებულია თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც ქრისტიანული გამოცდილება არ აქვს, რომ მან იცის როგორ გაარჩიოს კეთილი ბოროტისგან, სამართლიანობა უსამართლობისგან და საკუთარ თავს აძლევს ლეგიტიმაციას იყოს სხვების მსაჯული. ეს არის დამანგრეველი ადამიანისათვის. ასეთი ადამიანი ბუნებრივია შმაკს ემსგავსება და არა ქრისტეს. ამიტომაც და ამისგან გათავისუფლება არავის არ შეუძლია. თვით პავლე მოციქულსაც ჰქონდა ეგ საცდური. ამიტომ პავლე მოციქული, რომელიც ასეთ საოცრებებს ახდენდა, მუდამ იყო ავად, ღმერთს ევედრება, განმკურნე და უფალიონება არ განკურნო მეშე. იმიტომ რომ მე ჩემ ძალას უძლურებაში ვიქ და მე პავლე ამბობს, რომ ამ პარტავნებაში ვარ ჩავარდილიყავი, უფალი არ მკურნავს. გესმით, თუ ეს პავლეს ჭირდება, როგორი ერთგული უფლისათვის ბოლოს თავიც კი დადო და თავი მოკვეთეს, აბა ეხლა მე არ დამჭირდება და თქვენ არ დაგჭირდებათ. ამიტომაც არის. გესმით, ეს არის როგორი დილემა, რომელსაც გამოსავალი არ არის. ვერ დავიტევთ ჩვენ თავისუფლების და გონიერების ნიჭს, თუ განსასწრებით არ დავმდაბლდით. აი ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა და ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ და სიმართლეს პირდაპირ თვალებში შევხედოთ. ამიტომ თუ გვაქვს ილუზია, რომ ისე გავიარო ეს ცხოვრება ვარდისფრად მოკლედ და თან ქრისტიანი ვიყო და თან უკვე 60-ში ვიყო, სრულ ფუფუნებაში, სადაც არა ჭირი, არა ურვა, არა მწუხარება, არა სულთქმა, ხო? თუ მინდა, ეგრე არ გამოდის. ეს ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია. მოზეიმე ეკლესია შემდგომში იქნება.